ფეხბურთის თამაში დაიწყე სადღაც ალბათ 7 წლის ვიქნებოდი ალბათ. როგორც ყველა ბავშვი ჩვენ წესოებში თამაშობდით. ქუჩაში გამოვდიოდით, თამაშობდით. 9 წლის იქ ჩვენთან ახლოს იყო ტორპედოს ცენტრალური სტადიონი. ამიტომაც მოხდა ისე რომ მივედით მიგვიყვანეს მამა ჩემმა მივიყვანა კარლო ხურციძესთან და იქ დავიწყეთ ფეხბურთის თამაში. მაგრამ ფეხბურთისადმი სიყვარული და ის განაპირობა იმან რომ სტადიონი იქვე გქონდა. მესხიშვილის ქუჩა არის ასეთი იქ სტადიონთან იქვე ცხოვრობდით, გადავდიოდით, გადმოვდიოდით. 79 წლის ბოლოს, როდესაც სეზონი მორჩა, გაგვიბარეს თბილისში. უნდა მოსულიყავით დინამოს ბაზაზე და აქ შევხვედრილიყავით. უნდა შევხვედროდით კახი ასათიანს. ახალკაცი წასული იყო სადღაც საზღვარგარეთ მივლინებაში და კახი ასათიანს დაავალა ჩემთან მოლაპარაკება. ორნივე ვეყავით მე და ალიკო კვერნაძე. ჩამოვედით, მოვედით კახი ასათიანმა მიგვიღო აქ მე მგონი მესამე სართულზე იყო არ მახსოვს კარგად და ვკითხა რომ ხელი უნდა მოაწერო და არგენტინაში მიდის გუნდი და უნდა მოემზადო და ჩვენთან ერთად წამოხვიდო. მე ახლა დინამოში მოხვედრა ვის არ უნდა ყველასთვის ოცნება და ის იყო ჩემთვისაც რა თქმა უნდა, მაგრამ მე უთხარი და აუხსენი კახი ასათიანს რომ მე რომ ახლა დინამოში წამოვიდე მომიწევს სკამზე ჯდომა. თადარიგში ვიქნები სულ ისეთი ძლიერი გუნდი იყო დინამო, მე შანსი არ მქონდა მოხვედრის. და მეთქი რომ ჯობია რომ ქუთაისის ტორპედოში დავრჩე, იქ ძირითადში ვთამაშობ, კარგი ჩემპიონატია, ნუ პირველი ლიგა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, ძლიერი ჩემპიონატი იყო. იქ მოვმაგრდები, მოვძლიერდები და შემდეგ წელს მეთქი სიამოვნებით წამოვან მე. ნუ არის სიამოვნა ეხლა არის სიამოვნა კახი ასათიანს, მაგრამ დამთანხმდა. მეც წამოვედი დაბრუნდი ტორპედოში, ვითამაშე ისე წელიც სულ ძირითადში ვიყავი თითქოს. და როგორც მოვილაპარაკეთ, ის 80 წლის ბოლოს უკვე დეკემბერი იყო, მე ჩამოვედი და დავიწყე გუნდთან ერთად მომზადება. დინამოში როდესაც მოვედი, პირველი 2 წელი ნამდვილად წარმატებული იყო, როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის. თასების თასი მოვიგეთ, მესამე ადგილზე გავედით, მაგრამ ამ 2 წარმატებული სეზონის შემდეგ მოხდა ისე, რომ დაგვეწყო ჩავარდნა გუნდს. და იქ იყო მიზეზები, ბევრი მიზეზი იყო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს ჩემი აზრია, 91 წლის შემდეგ მოინდომა ეგრევე გუნდის გაახალგაზრდავება. და ძალიან ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი წავიდა გუნდიდან და ეს გადასვლა აქედან და უცებ ბევრი ახალგაზრდის შემოსვლა გუნდში ვფიქრობ, რომ ამას წლები დაჭირდა, რომ სანამ გუნდი ფეხზე დადგებოდა. და გვიჭირდა, ძალიან გვიჭირდა, რამოდენიმე წელი გვიჭირდა. მსმენელებით შეგვეცვალა, მიდიოდნენ, მოდიოდნენ და თითქმის ბოლო 7 წელი მე რაც გუნდში ვიყავი, დალხინებული არ ვიყავით რა. დალხინებული არ ვიყავით, სულ რაღაც პრობლემები გქონდა. იყო ერთი პერიოდი 87 მე მგონი თუ რაღაც UEFA-ზე მოხვდით კიდე, მაგრამ ეს იყო და ეს. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ მე ბედნიერი ვარ, რომ მოხვდი ისე დიდ გუნდში, როგორც დინამო იყო, მაშინდელი დინამო. ჩემთვის ყოველი ვარჯიშზე გამოსვლა, თამაშზე გამოსვლა, ჩემთვის პირადად იყო ყველაზე ისეთ ფეხბურთელებთან მომიწია თამაშმა. პირველივე თამაში, როდესაც გამოვედი ინგლისში, ლონდონში, ჯერ არც ვიცოდი თუ მაყენებ, არც უთქვია რომ გათამაშებ რაღაც, ალბათ რო ეთქვა,
როგორც იცი ამ თვალმა ზოგმა იცის რომ წინა დღეს გეტყვის აბა შენ იცი მოემზადე და შეიძლება ალბათ ახალგაზრდა მოიფიქრა რომ ეხა რო უთხრა შეიძლება მთელი ღამე არ დაეძინოს და ის და მართალიც არის ზოგი ფეხბურთელი არის ნერვიულობით და შეიძლება არც დაეძინოს და გამოვიდეს და ცუდად ითამაშოს. მე კიდე არ მითხრა, გასვლის წინ მითხრა ოდესაც ტელეგუნი შევიკრიბეთ და თეორია ჰქონდა, მაშინ მითხრა რომ ძირითადად შევიყავი, გამოაცხადა ჩვეულებრივ გუნდის შემადგენლობა და ნერვიულობაც ვერ მოვასწარი, პირდაპირ მინდორზე გავედით. ნუ კარგად ჩაიარა, თელმა გუნდმა კარგად ვითამაშეთ. შემდეგ იგივე ფეინორდთან კარგი თამაშები ჰქონდა, ნუ ფინალიც თავისთავად არ მინდა ეხლა ძალიან ბევრია დაწერილი და მოყოლი. ჩვენ გუნდს დინამო თბილისს დაუკავშირდა შვედეთიდან, არ ვიცი, ვიღაც მენეჯერები. ასეთი გუნდი იყო იევკო ჰოლმსუნდი. ეს არის ქალაქი უმეო, გვერდი არის, პატარა ქალაქია ისიც და ისიც, მაგრამ ეს უმეო არის საუნივერსიტეტო ქალაქი, ბევრი სტუდენტები ცხოვრობენ. იქიდან დაუკავშირდნენ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობა და ისინი შეთანხმდნენ, უკვე შენგელია და სულაკველიძე ასაკში იყვნენ. თვითონაც გამოთქვეს სურვილი რომ მოესინჯათ ძალები შვედეთში ეთამაშათ და მოილაპარაკეს და ესე მოხდა რამაზი და თენგიზი შვედეთში. და როდესაც ისინი იქ უკვე თამაშობდნენ დაიწყეს თამაში, ჩვენც მიგვიწვია იმ კლუბმა და წავედით ვითამაშეთ იქ. ჩვენ დინამო ჩავედით და ვითამაშეთ იქ. ვითამაშეთ, შემდეგ ჩამოვედით რამაზის და თენგიზის დაუმთავრდათ ხელშეკრულება. სიმართლე გითხრათ, თვითონ არ მოისურვეს გაგრძელება. და მაშინ ხელმძღვანელობამ თხოვეს, რომ ჩაენაცვლებინათ ორი ახალი ფეხბურთელი. და ჩამოვიდნენ თან. ჩამოვიდნენ და აქ ვარჯიშებს, თამაშებს უყურეს და მე ჩვენ შემოვთავაზეს. ნუ მე დინამოში ვიყავი. იყვნენ ჩამოსული და მითხრეს მეც დავთანხმდი და წავედით, ხელი არ მოგვიწერია კონტრაქტზე, რომ ჩავედით იქ მოვაწერე ხელი და ჩემთან ერთად მერამ მეგრელაძე წამოვიდა. ნუ ეხლა ეს იყო 90 წელი. 90 წელი კონტრაქტი იყო 1 წლიანი. ეს 1 წელი სრულდებოდა. მოვიდა კლუბის ხელმძღვანელობა, უკვე აეროპორტში მოვდივართ სახლში. მოვფრინავთ, მოვიდა კლუბის ხელმძღვანელობა, მომიტანეს ახალი კონტრაქტი. სადაც წერია, რომ მე უნდა ყოფილიყავი მოთამაშე მწვრთნელი. თავად მწვრთნელი უნდა ყოფილიყავი. წამოვიღე ეს კონტრაქტი, ჩამოვიტანე ახლა ვაჩვენე ხელმძღვანელობას დინამოს, აი მათ არაფერი საწინააღმდეგო არ ქონდა. და მეც ველოდები ახლა რა. სადღაც დეკემბერი იყო. და მირეკავენ იქიდან. სამწუხაროდ ჩვენი გუნდი გაკოტრდაო. ჩვენი გუნდი გაკოტრდაო და ბოდიში გეხდით და ისაო, მაგრამ არ ინერვიულო არისო გუნდებიო, რომელსაც უნდაო, რომ მათ გუნდში გადახვიდეო. კარგი, მეთქი მეც დაველოდე და მართლაც დამირეკეს და უკვე იანვარში წავედი. ოღონდ უკვე ჩრდილოეთში ცოტა ზემოთ ვიყავი და შევრჩი იქ გეტყვია. 90 ეს იყო უკვე 91 წელი, 91-დან 2000 წლამდე უკვე ეგ ვიყავი. 2000 წელს დავბრუნდი უკან. შვედეთი ახლა პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან მოწონს შვედეთი. მე ძალიან ბევრი ქვეყანა მაქვს ნანახი, მაგრამ შვედეთი ჩემთვის არის ევროპაში საუკეთესო ქვეყანა. ვიყავი 2000 წლამდე. ნუ იქ ახლა უმაღლეს ლიგაში და პირველ ლიგაში იყვნენ პროფესიონალები, მაგრამ ქვემოთ უკვე პროფესიონალები აღარ იყვნენ. ყველანი მუშაობდნენ.
მორჩებოდნენ მუშაობას, მოდიოდნენ ვარჯიშზე, მაგრამ თქვენ უნდა გენახათ, როგორ ვარჯიშობდა ეს ხალხი რა. გეგონებოდა, რომ ისინი მთელი დღე არაფერი, არც უმუშავიათ, არაფერი, ისე თავს იკლავდნენ და ისეთი მონდომებით ვარჯიშობდნენ და თამაშობდნენ, რომ არ ვიცი რა. 2000 წელს დაგვიმთავრდა კონტრაქტი და წამოვედით სახლში. უпростоრად არც ვაპირებდით წამოსვას მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ ბავშვები აღარ ჩერდებოდნენ. ბავშვები აღარ ჩერდებოდნენ და წამოვედით. 5 წელი გავჩერდით, ისე მიგვიწვიეს იმ გუნდში, სადაც ვიყავით. აი ეს ელივარი ესკო ასეთი გუნდი არის. და კიდე 3 წელი ვიყავით მე და ჩემი მეუღლე უკვე მარტო. გარემო არის ბრწყინვალე გარემო, მოსამზადებლად. პირობები არის ძალიან კარგი, მინდვრები, ფიტნეს დარბაზი, ყველაფერი აბსოლუტურად. ხელოვნურ საფარიანი მინდორიც, რამოდენიმე მინდორია შეგიძლია გამოხვიდე და ივარჯიშო. თვითონ ბაზა ძალიან კარგი ბაზა. ასე რომ სამუშაოდ იდეალური პირობებია. სამუშაოდ იდეალური პირობებია და ასეთ პირობებში ალბათ ბიჭები მოუმატებენ და იმ მიდგომით, როგორი მიდგომაც მაგათ აქვთ, აუცილებლად იქნება შედეგი. დინამოში როგორც მწვრთნელი მოვხვდი პირველად, როდესაც კახი ცხადაძე იყო მთავარი მწვრთნელი. კარგი გუნდი გვყავდა. მაშინ კარგი გუნდი გვყავდა, ჩემპიონებიც გავხდით. მაგრამ მანდათ მოკლე ვადით მომიწია დინამოში მაგ დროს ყოფნა, რადგან შვედეთში წავედი, მაგრამ ეს იყო 2005 წელი იწყებოდა. თუ შევადარებთ ახლა მაშინ უფრო ბევრი გამოცდილი ფეხბურთელები გვყავდა. ჩემპიონატიც ალბათ უფრო ძლიერი იყო. შემდეგ იყო კაჭარავას დროს, მანდაც მგონი სადღაც ბოლო ტურებში დავკარგეთ ჩემპიონობა, მეორე ადგილზე გავედით და მესამე ახლა მოვედი ისევ კახა კაჭარავას ვეხმარები და მინდა გითხრათ, რომ ახლა ძალიან ახალგაზრდული გუნდია. და ძალიან მომწონს პირველ რიგში ამათი მიდგომა საქმისადმი. ისე მონდომებით ვარჯიშობენ. მე ჯერ არ მინახავს, მე აზერბაიჯანში ვიმუშავე, ადრეც აქაც მიმუშავია და სხვა გუნდებშიც მიმუშავია. მე ეს კი აღნიშნე ბიჭებთანაც მაქვს ნასაუბრები. ასეთი მონდომებული ახალგაზრდები მე კარგი ხანია არ მინახავს და იმედი მაქვს, რომ ეს ბიჭები წარმატებებს მიაღწევენ. რადგან ამდენი შრომა და ასეთი შრომა, როგორი მიდგომაც მაგათ აქვს, მე კარგი ხანია არ მინახავს არც ერთ გუნდში. და მინდა წარმატებები ვუსურვო ამ ფეხბურთელებს და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თბილისის დინამოს, რომ მომავალში ევროპა ლიგა იქნება თუ ჩემპიონთა ლიგა, რომ წარმატებები იქონდეს.